ვართ აი ესეთ ბომჟურ მდგომარეობაში მთელი საზოგადოება რო არაფერი გვაქვს საშველი უცხოეთში გავარბივართ და იქიდან ვინახავთ აი ამ ბანდას კიდევ 300 მილიონი დოლარი გადმორიცხული მარტო ბოლო თვეში ემიგრანტების მიერ რომლებიც აი ამათი მანქანებისა და კეთილმოწყობისა და ბიზნესისათვის გამოიყენება. და ემიგრანტებს ხმის უფლება წაართვეს. და ეხლა კიდე მიუღიათ კანონი ხალხს გაუძვირეს მანქანების შემოყვანა 6 წელზე მეტი ხნის 20 მიიჯდება რო იყიდო და თავისთვის რო იყიდიან მანქანებს ის უკანალის ჩასადებად კომფორტულ უმაღლესი კლასის ჯიპებს და ლექსუსებს და მესედესებს გაუქმეს გადასახადი აქციზი. სულ ისიც არ გადაიხადონ ხალხის სასარგებლოდ რაღაცა პატარა თეთრები. აი დღეს გაუქმებიათ გახდათ ცნობილი. აი ვისთან გვაქვს საქმე და აი სადმედის კიდე ჩვენი რესურსები არსებობისა აგერ გამოქვეყნდა ოფიციალური დოკუმენტაცია რით არიან მილიონერები და მილიარდერები. რაჟობია მილიონერებს და მილიარდერებს, რომელიც თავისი ჭკუით, ბიზნეს ინტელექტით, სწორი სტრატეგიით ფულს შოულობს, ბიუჯეტში იხდის, ღარიბს ეხმარება, ოპოზიციას ეხმარება, ხელმოქმედებას ეწევა და თვითონაც კარგად ამას რაჟობია. არაფერი ეს είναι ჩვეულებრივი ყაჩაღები. იპარავენ ჩვენ ფულს და ამბობენ რომ ბიზნესმენები ვართ. და მილიონერები ვართ თუ კანონიერი. აგერ თქვენ ხართ ჩემი ბატონო ოფიციალური დასკვნა ბიუჯეტიდან 19 მილიონი ლარი მისცეს ივანიშვილ დუგლაძეების კამპანიას მარტო ამ ბოლო პერიოდში. ეს არის ის დუგლაძე, მაგათი ოჯახის მეღვინე ბიზნესმენი, პარლამენტშიც რო ყავდათ სამოსკუპებული, მისი ძმა რა თქმა უნდა, ეს არის კრედიტი შეღავათიან, ჩვენ რასაც გვპირდებოდა, იმას თავის ბანდის წევრებს აძლევს და მის პროცენტს ჩვენ ვიხდით, აი ამ კრედიტების პროცენტს ჩვენ გვახტევინებთ. გესმით, როგორ არიან მილიონერი, მილიარდერები. აგერ შეღავათიან აგროკრედიტი ქვია ამას. ამ დროს მთელი მიწები დასამუშავებელია. ეხლაც რო დაძვირდა ეს საწვავ საფოხი მასალები ვერ დაუმუშავებიათ გლეხებს და ფერმერებს თავიანთი სავარგულები რომ საკუთარი საარსებო პროდუქცია მაინც მოიყვანონ. და 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის Forbes-ის რეიტინგებით ეს დუგლაძეები იკავებენ მე-80 ადგილს. ხო, რატო დაიკავებენ? პირდაპირ ხელი აქვს ჩაყოფილი ქვეყნის ბეღელში და იღებენ დასტებს. აჰა 85 მილიონი ლარი ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიები. ეს არის რუსეთიდან ჩამოთრეული გორელი ბანდიტი ბიზნესმენად წოდებული ყაჩაღი, ოცნების დამფინანსებელი. ურჩა მამაცაშვილის ბიზნეს პარტნიორი ყოფილა ივანიშვილის დეიდაშვილის. და 85 მილიონი ლარი აქვს აღებული პირდაპირ ბიუჯეტიდან და ჩვენ გვახტევინებენ მის პროცენტს. გესმით?